მარნეულის მუნიციპალიტეტი ქვემო ქართლის მხარეს, აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და განსაკუთრებული უხმოსავლიანობით გამოირჩევა. ნოყიერი ნიადაგი და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგების განვითარების უპირობო პერსპექტივა განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს მთელს აღმოსავლეთ საქართველოში. რეგიონის ძირითადი ნაწილი ოდითგანვე ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი წარმომავლობის ოჯახებით იყო დასახლებული. მოგვიანებით მათ რიცხვს აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან ჩასახლებული ეკომიგრანტები შეუერთდნენ. ზემო აჭარაში მეწყერსაშიში ზონების სიმრავლის გამო მიგრაციის მასიური პროცესი 1989 წელს განხორციელდა. სწორედ ეკომიგრანტთა ძალისხმევას უკავშირდება მარნეულის მუნიციპალიტეტში ახალი ქართული სოფლების განაშენიანება. ჩვენ აქ ჩამოსახლებაში ძირითადი როლი ითამაშეს მაშინ იყო ჩვენი ყოფილი საბჭოს თავმჯდომარე იყო იქ ოსმან ბოლქვაძე, მერე შოთა ბოლქვაძე და იოსებ შაინი. ესე იგი ძირითადი ეგ ხალხი გახდა ძირითადი მიზეზი აქ ჩამოსახლების. თვითონ ჩაუდგენ სათავეში და ჩამოგვასახლეს აქა. 99 წლიდან რომ ჩამოვედით აქა მერე მისვლამოსვლა არ დაგვიკარგავს ეს ტრადიციები, აი შუამთობაზეც დადიან ახალგაზრდობა, აი აჭარის მაღალმთიან რაიონებში ხომ არის შუამთობა. იქაც დადიან ახალგაზრდობა. მერე აქ ჩვენ დავაარსეთ მარადისობა და ეს მარადისი სოფელი როგორც სოფელს რომ უკვე საფუძველი ჩაეყარა, ჩვენთან მუშაობდა ხულოს რაიონის სოფელ კოტოხში მუშაობდა ოთარი პაქსაძე, სკოლის დირექტორი. და იმან მოგვაწოდა იდეა რომ ამ სოფელს დარქმევდა სოფელი მარადისი. სკოლა ძირითადში ძალიან გამოცდილი პედაგოგები ყავს, სრულფასოვან განათლებას ღებულობენ, აგერ ოქროს მედალოსანი ყავს, აგერ რომელმაც წელს გასულ წელს ჩაირიცხა ინსტიტუტში, მაგრამ სკოლა როგორც ასეთი პატარა გვაქვს და დღევანდელ პირობებს არ აკმაყოფილებს. დღევანდელი პირობები რომ დააკმაყოფილოს, მეორე სმენაში სწავლობს ნაწილი მოსწავლეებისა. ამიტომ არ აკმაყოფილებს. თქვენ თვითონაც დარწმუნდებით, როდესაც ნახავთ, რომ ეს სკოლა დღევანდელობას უკვე აღარ აკმაყოფილებს. ახლა თქვენს კარგად ხედავთ, გზები სხვა სოფლებთან შედარებით ძალიან კარგი. ახლა სხვა სოფლების ძირითადში არ ვიცი, მაგრამ ნორმალურად არის და დანარჩენი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გარე განათების გვაქვს, შუქი, სარწყავი წყალი გვაქვს, ძირითადში ჯერჯერობით აი დასალევი წყალიც, სასმელი წყალი რაც არის გრაფიკით მოგვეწოდება, მაგრამ ძალიან ძვირი გვიждდება. ძალიან ძვირი. ესე იგი 10 ჯერ მეტი ძვირი გვიждდება ვიდრე ქალაქში, ვიდრე სხვა რეგიონებში და სხვაგან. მოწეული მოსავლის რეალიზაცია ძირითადში ჩვენ გვიხდება თბილისში, ქუთაისში და ბათუმში ჩაგვაქვს კარტოფილი. მაგრამ ჩვენთან კარტოფილი რომ მოდის, ეს ძალიან იაფია უკვე. ძალიან იაფია. ამ წუთში მაგალითად კარტოფილი მაქსიმალური ფასი არის 35 თეთრი. 35 თეთრს შეადგენს. დანარჩენი ახლა არ ღის წაღებას იმ დონეზე იაფია, რომ მე არ მიღის მაგალითად ან პამიდორი წევიღო და გავყიდო, ან ატამი წევიღო და გავყიდო, არ მიღის მაგი. ამიტომ ჩამოდის და ადგილზე.
ამბავში იქ სხვანაირი კლიმატი იყო, სხვანაირი მუშაობა იყო, აქ კიდე სხვანაირი. რა ვიცი, კარგად შევეგუიათ მაინც აქაურობას ჩვენ. იქ ნამეტარი სიცივე იყო და ნამეტარი მისადგომად ძნელი. ახლა გაშლილი ქვეყანა. ყავს 9-10 სული ძროხა. დიდი ან პატარაიანად. მოსავალი ყველაფერი მოყავს, პამიდორი, კიტრი, კაპუსტო, რა ვიცი, ბოსტნეული ყველანაირი მოდის. კარტოფილი. უფრო მეტად კარტოფილს და სიმინდს მომუშავებთ აწარმოებს. ახლა ტრაქტორებით კეთდება ყველაფერი და მაშინ თოხით უნდა გაგიკეთებია ყველაფერი. გათოხნა იყო თუ რამე იყო. ახლა წელს იშვიათად რომ ჩვენ თოხი გვეხმართ. იშვიათი. ტრაქტორები ამუშავებს ყველაფერს. იქ ზურგით გვიწევდა გოდრების ძიდვა და რა ვიცი ყველაფერი. ფეხმძიმობის პერიოდში რომ ქალი ბუდორს წამოიკიდებდა თამბაქოს მიიტანდეს აღში. ეს უფრო იოლი ცხოვრება თუ ახლა თავისით. ყველაფერი. 6 სული ვართ ოჯახში. აქედან 2 მცირეწლოვანი ყავს ბავშვი. რა ვიცი, კარტოფილით გვაქვს შემოსავალი და უფრო მეტად მეცხოველეობით. რძის პროდუქტებით. რძის პროდუქტებს მანქანა ჩამოივლის კვირაში 2 ხე, წაიღებს ხელზე ფულს გვაძლევს. და მოსავალიც ისე ხეხილია თუ რამეა, გინდ კარტოფილი, გინდ ტარო, სიმინდის მოდის მანქანები მიაქვთ. ახლა შუამთობა რომ მოდის, ჩვენი ხალხი მიდის აქედან 3-4 რაფი მაინც მიდის იქეთ დასასვენებლად. რა ვიცი, იქედანაც ჩამოდიან ჩვენთან მარადისობაზე. ვართ კარგად კონტაქტში. ზემომთიანი აჭარის არაერთი სოფელი აღმოჩნდა განსაკუთრებული საფრთხის წინაშე. გააქტიურდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ეკომიგრანტების ჩასახლების ინტენსიური პროცესი. დაზარალებულ მოსახლეობას მიეცა იმის შესაძლებლობა, რომ იმ დროის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით თავად აერჩიათ რეგიონი, სადაც გააგრძელებდნენ ცხოვრებას. მარნეულის მუნიციპალიტეტი მრავალმხრივ საინტერესო და მისაღები იყო. უხმოსავლიანი ნიადაგი და მუნიციპალიტეტის დედაქალაქთან სიახლოვე ის ძირითადი პრიორიტეტები აღმოჩნდა, რა პრიორიტეტებმაც განსაზღვრეს შემდგომში ახალი ქართული სოფლების გაშენება. სოფელი მარადისი დაარსებიდან სულ რაღაც 2 ათეულ წელს ითვლის. ეკომიგრანტთა ჩასახლებამდე აღნიშნული ტერიტორია მხოლოდ გაშლილ მინდორს წარმოადგენდა. სოფლის განაშენიანება მხოლოდ აჭარელი ეკომიგრანტების განსაკუთრებული ძალისხმევით გახდა შესაძლებელი. ათას 999 წელში ჩამოგვასახლეს აქ. ეს ჩამოგვასახლეს ერეჟების დაკავშირების მიხედვით. ჩვენ სრულიად არ ჩამოსულა. ჩამოვედით ჯერ ბინებში ჩაგვიყვანეს, ბინებში ვიყავით, ზოგადად 5-6 წელი იქ ცხოვრობდნენ. მე რა ნაკვეთები გამოვიყვის და გადმოვედით, მაგრამ როგორც ასეთი პირობა ცუდი არ იყო. მაგრამ რაც რომ შევკვირდნენ, ის არ გეკეთებია. სახლი უნდა გაეკეთებინა, დაგხმარებოდა. არავინ ამაში არ დაგხმარებია. ჩვენ თვითონ ჩვენი შრომით ცოტა რაღაცას მივაღწიეთ ვალების და გლეხკაცის. ამაკ ხო იცი როგორი არის, როგორი შრომა, როგორი ის, მაგრამ მივაღწიეთ ცოტა რა, სახლები ჩვენ თვითონ გავიკეთეთ და ჩვენი შრომით გავაკეთეთ ყველაფერი. ხულოში ცხოვრება კარგია. ჰაერი, ბუნება კარგია, მაგრამ როგორც ასეთი აქ უფრო უკეთესია რომ მოსავალი რაღაცა და იქ მთელი 6 თვე ჩაკეტილები ვიყავით. აქ მთელი ზაფხული ზამთარი ერთია და გახსნილია შრომავთ იმას და ძალიან კარგი მეზობლები ვარ, არაფერი პრობლემები არ მოგვქონია, არაფერი შელაპარაკება, როგორც მეზობლებად მიგვიღეს, კარგად ვცხოვრობ. 24 წელი აქ ვქონდა, ჯერ ზედმეტი ლაპარაკება ჩვენში არ ყოფილა. ყველა როაც შეუძლიათ გვეხმარებიათ, როცა ხარში უდგებით მეზობლობა, მის რამოსლა გვაქვს. ძირითადად კარტოფილი, სიმინდი,
და კომბოსტო. ეს სამი მოსავალი მოყვა ძირითადად. ახლა წევანდელთან არაფერი პრობლემა არ ყოფილა, არც დაპყრობა ყოფილა, წყლის არაფერი კარგად არის, ყოველთვის არის დაპყრობა არ ყოფილი. ახლა რაღაც თუ წნები ადგა და დიდი ისი სათავე თუ წაიღო იმ შემთხვევაში ხდება და იმას ხელად აკეთებენ უშვებენ. ნახდაც ერთ პრობლემები არაფერს არ ქონია. ახლა კიდე მიდის წყლები და არის. გააჩნია მოსავალს ახლა ჰექტარზე არა წელს არა უშავს. ახლა 5000 მეტრზე 10 ტონა კარტოფილი ამოვდა. ვისაც მეტი აქვს, მეტი ამოვიდა 20-30 ტონა ორმოსა. ფასი არ აქვს, გასავალი არ აქვს. მეცხოვრება გვყავს ახლა ცოტა საბალახებიდან გვიჭირს, დანარჩენი კარგი შორს არის საბალახების შორს გვაქვს. წყალი არ ხავს, პილოტმა დალიოს დასალევი წყლა და თელ დღეს მინდორშია და საღამოს ჩამოდის აქ სოფელს თავს და იქ დალევს წყალს იქს. ცოტა საკუნის ფრიხჭირს რა. თულო სკოლა კარგად მოყოლებს. მაგრამ ისა საშუალოა. კლასები არ ყოფნის, 2 სმენათა ატარებენ 10 კლასია 12 არ ყოფნის სამასწავლებლო დირექცია და მეორე 2 სმენათი სწავლობენ. ისე სწავლა განათლება კარგად მიდის, მასწავლებლები ძალიან გულმოსდევად ასწავლიან ბავშვებს. რომ პრეტენზია მაგაზე არ არის. ცოტა ერთი მშენებლობა არ ყოფნის შენობა, გაფართოვდეს და თავისუფლად მივიდნენ და მეორე სფერო არ იყოს. ყველანაირის ხარობს, მანდარის გარდა და პორტოხალის გარდა. ყველანაირი ხარობს, ოღონ დარგი, ოღონ იშრო. სულ ეს რომ გადმივარგეთ, ამაშინ დავდგე ხეხილი სულ. ეს აქ იყო სულ ტიალი, ვენახი. მიწა ძალიან მოსავლიანი. ძალიან მოსავლია. შრომობთ, ჯახურობთ და გვაქვს ყველაფერი. ეს ყველა ერთი სოფელი ვართ, ეს სოფლის ხალხი ვართ. ძალიან კაი ხალხი არიან, ძალიან. კაი მეზობლები მყავს. პირველად ჩამოვარგული ძნელობა არის, მაგრამ მერე და მერე შევეგუვით აქავრობას. ძალიან კაი სოფელია, კაი ადგილია, თესავს, ხნავ. ძალიან კაი ადგილებია, ძალიან. წყლებით აგერ ჭები ამოვცხარებით. აქამდე კაიყო, მეცხოველობა. ძროხები მყავდა ძალიან ბევრი, ყველაფერი. ახლა ეს გაყიდულია. თერზე ვერ იყვან, ფეთ ვერ შეიყვან აყიდნია, გაყიდულია და ახლა გვიჭირს ამ მეცხოველების სისხლი შენახვა. სულ ყველაფერი გაყიდულია, სულ. წყალი გაყიდულია. ჩახვიდა და ითევზაო წყალი გაყიდულია. ესე იგი 99 წელს მეწყერების დროს გადმოგვასახლეს აქ მე სადღაც 2 თვის ვიყავი რა როცა მოვედი. ძირითადად არ მახსოვს ახლა იქავრობა რო თქვა. ჩავდივარ ხოლმე დასასვენებლად რაღაცა ვისვენებთ რა. ძირითადად ეგ არის. აქავრობაზე შეგუება ძალიან იოლი არის. თან ახლა ვინც წამოვედით სოფლიდან ყველა ახალგაზრდები ვართ. თითქმის. საცხოვრებლად კაი ადგილი არის, მდინარე გვაქვს, ხეხილი არის,
გასართობით გვაქვს ყველანაირი, როგორც შეძლების დაგვარად. სიმინდი მაქვს, კარტოფილი, ბოსტნეული, ხეხილი, ძირითადად ეს არის რა, ეს მოყავს, წვალობთ რაღაცა. აი ეს თუ არ მორწყე, აი ესე არაფერი არ გამოდის. ხანდახან ყლის პრობლემაც არის, მაგრამ ეგეც გვარდება ხოლმე. აიგა, პრობლემა არ არის. აი სარწყავი არის ძალიან რთული, რომ ყანა რომ მორწყვა ნაკვეთში რომ წყალი შეიყვანო, ეგ შესაძლებელი მაქვს თვითონ არ მოდის ისე წყალი, რომ აი როგორც საჭირო არის საცხოვრებლად ჩემთვის მისაღები ადგილი არის. არ ვიტყვი რომ აი იქ სოფელში სადაც ვიყავი, იქ ცუდად ვიქნებოდი, მაგრამ უკვე ფაქტიურად აქ გავიზარდეთ და აქავრობა უკვე სისხლში და ხორცში გამჟდარი მაქვს და მიყვარს აქავრობა, შეგივებული ვარ. ეხლა გარშემო მეზობლები გვყავს, აზერბაიჯანელები და სომხები. მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ძალიან კარგად ცხოვრობთ ერთმანეთთან და რა ვიცი, ვართ რა. 4 დედმამიშვილი ვართ. ცოლი გასულ წელს მოვიყვანე, პატარაც კი მყავს. რა ვიცი. ცხოვრობთ. ცოცხლობთ. შეძლებს დაგვარად. სოფელ მარადისში ფუნქციონირებს საჯარო სკოლა. კურსდამთავრებულები წარმატებითი რიცხებიან სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში. ეკომიგრანტები მადლიერებას გამოხატავენ პედაგოგთა პროფესიონალიზმის მიმართ. თავის მხრივ პედაგოგები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად შეფერხებული სასწავლო პროცესისა, სკოლის შენობა ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. საკლასო ოთახების სიმცირის გამო სწავლა 2 წვლაში მიმდინარეობს. რომ ჩამოვედით, სკოლა ნამდვილად არ იყო, არც სოფელი არ იყო. ეს სოფელი ჩვენ გავხსენით. არც ერთი სახლი, არც ხე, არც არაფერი. 2003 წელს გაიხსნა სკოლა მარადისში. დაკომპლექტა არაჩვეულებრივი კადრებით. სწავლის პროცესი, ვიტყვი რომ ისე როგორც თანამედროვე ეროვნულ სასწავლო გეგმას როგორც შეესაბამება. რესურსების წვდომის თვალსაზრისით გვაქვს კომპიუტერები. ერთადერთი პრობლემა, რაც შეიძლება ვთქვათ, განათლების ხელმიუწვდომობასთან დაკავშირებით არის, მაგალითად, არ გვაქვს კარგი ბიბლიოთეკა, რითაც შეიძლება ბავშვები ისარგებლებენ მაგალითად, არ გვაქვს სპორტული მოედანი, სადაც შეიძლება ღონისძიებების ჩატარება და დარბაზი, სადაც შეიძლება ღონისძიებების გაკეთება. პატარა ვიწრო დარბაზში გვიწევს ღონისძიებების გაკეთება და ვინდა გითხრათ, რომ უამრავი ღონისძიება გვაქვს გაკეთებული, არა მარტო ჩვენ სკოლაში. ჩვენ დავმეგობრდით აზერბაიჯანულ სკოლებთან, სომხურ სკოლებთან, გვაქვს მისულა-მოსულა ღონისძიებები სხვადასხვა კულტურული თუ სპორტული და ხელი გვეშლება ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენ არა გვაქვს დარბაზი და გვიწევს ჭყლეტაში თუ რამეს გავაკეთებთ, იმის გაკეთება. სტუდენტ რაც შეეხება მოსწავლეებს, ბევრი არ აქვს, 100 მოსწავლე გვყავს. მაგრამ ვიტყოდი, რომ ძალიან კარგი მოსწავლეები არიან, ძალიან კარგი ბავშვები, ჩვენი თაობის მოსწავლეებისაგან იმით განსხვავდებიან, რომ უკვე იციან თუ რა უნდათ, რა გეგმებით უნდა იცხოვრონ, გვყავს სტუდენტები, სხვათა შორის ისეთები, რომლებიც მოხვდნენ დაფინანსებაში და ისეთებიც, რომლებიც დაფინანსებაში ვერ მოხვდნენ, მაგრამ ძალიან კარგ სასწავლებლებში სწავლობდნენ. ყავს მოსწავლეები, რომლებიც ჩაბმული არიან სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში, მაგალითად მარნეულის გუნდში თამაშობს რამოდენიმე მოსწავლე, ფეხბურთის გუნდში, მონაწილეობენ რასადროდის ინტელექტუალურ შეჯიბრებებში, კონკურსებში და მეორე მესამე ადგილი ყოველთვის აქვთ დაკავებული კონკურსებში, ეს იქნება ლიტერატურული, იქნება თუ რამე უცხო ენებთან დაკავშირებით, აბსოლუტურად ყველაფერში მონაწილეობენ და ვფიქრობ, რომ ჩვენი სკოლა ერთ-ერთი წარმატებულია იმ სკოლებს შორის, რომლებიც მარნეულის ტერიტორიაზე მდებარეობს. 100-მდე მოსწავლე ყავს, 20 მასწავლებელი. ყველა მასწავლებელი არის უმაღლეს განათლებული, ყავს რამოდენიმე სერტიფიცირებული მასწავლებელიც, არა მარტო ადგილობრივი კადრები ყავს. ყავს თბილისიდან პედაგოგები, რომლებიც ძალიან კარგად ერთვებიან ჩვენთან, არა მარტო კოლექტიური ურთიერთობაში, არამედ სხვა ყველა ღონისძიებაში ჩვენთან ერთად მონაწილეობენ და მონაწილეობას იღებენ და ვფიქრობ, რომ წარმატების მიზეზი ესეც არის, რომ ჩვენ არა მარტო ჩვენი სოფლით ვართ, ჩვენი სოფლის პედაგოგებით ვართ დაკომპლექტებული ეს სკოლა, არამედ სხვა ეროვნების წარმომადგენლებით ყავს. ყველა აზერბაიჯანის მასწავლებელიც ყავს სხვათა შორის, რომელიც ინგლისურს ასწავლის. სამწუხაროდ მაგის შესაძლებლობა ჩვენ არ გვაქვს, რომ ან რაიმე ანსამბლი გქონდეს, ან რაიმე დამატებითი წრე, მაგრამ რაიონში დადიან ჩვენი ბავშვები.
რაიონში იქ ცეკვის წრეებში, ლიტერატურულ წრეებში ყველაფერში დადიან რაიონში, სპორტულ წრეებშიც. იმიტომ რომ ჩვენთან ხელმისაწვდომობა მაგის არ არის, არც მასწავლებლის ქირაობის საშუალება ჩვენ არ გვაქვს, ახლა ენთუზიაზმზე დღეს ნამდვილად არავინ არ მუშაობს რომ მოვიდეს და არ იქამარადის სკოლას უჭირს და რამე ჩამოვაყალიბოთ, არც ერთი არა, მაგრამ ჩვენი ბავშვები დადიან. ჩვეულებრივად მარნეულში იქ ყველანაირ წრეში, სპორტულში თუ საცეკვაო ღონისძიებებში ყველაფერში იღებენ მონაწილეობას. ახლა მე მგონი ინტერნეტის ეპოქაში მე და მაინც მნიშვნელობა არ აქვს სად ცხოვრებ, იმიტომ რომ ყველაფერი შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს, რაც გჭირდება. ერთადერთი რასაც ვიტყოდი იქ მაინც ის იყო ჩემს სიზმრებში ისე მე ვამბობ რომ მე კიდე იქ ვცხოვრობ და ჯერ არაფერი აქაური არაფერი არ მინახავს. ამიტომ მირჩევნია მაინც რომ იქ ცხოვრობდი, მაგრამ იქ სოციალური პირობები მართლა ძალიან რთულია. თუნდაც ის ზამთარი რომლის გადატანაც უწევთ იქაურებს, ვიტყვი ალბათ რომ იქ მცხოვრებლები ჩვენზე უფრო მეტად გმირები არიან. მაგრამ მე მიმაჩნია რომ ეს სოფელი გავხსენით ჩვენ ვართ წინაპრები ამ სოფლის, ერთი კარგი სოფელი ავაშენეთ კიდე საქართველოში. და ვფიქრობ რომ ჩვენი წვლილი მე რო ჩამოვედი მარნულში 99 წელს ჩამოვედი, მე ქართულის დამლაპარაკებელი არავინ არ მყოლია. არც ტაქსის მძღოლი, არც ჩვეულებრივად ეწერა ჩაი ხანა, ყავა ხანა, ქართული წარწერებიც კი არ იყო. და 20 წლის შემდეგ მე მგონი თქვენ ვერ ნახავთ ადამიანს, რომელიც ქართულად არ ლაპარაკობს. მე ვფიქრობ რომ ეს ამის საფუძველი ჩვენი ჩამოსახლებაც იყო და მიმაჩნია რომ რაღაც საგმირო საქმე გავაკეთეთ მეთქი ამ თვალსაზრისით. მე გითხარით კიდევაც რომ ჩვენ კულტურულ ღონისძიებები გვაქვს ერთგვარეთში გაცვლითი პროგრამები მეთქი ჩვენ გავიცანთ აი კაცნობრივი სკოლის მასწავლებელია და ერთობლივად ჩვენ გავაკეთეთ პროექტები ისინი მოვიდნენ ჩვენთან სპორტულ ღონისძიებაზე ჩვენც მივედით და მე გავაკეთეთ კულტურულ ღონისძიებას სადაც გავაცანით ერთმანეთის კულტურა მათ თავიანთი გავგვაცნეს და ჩვენ კიდე ჩვენი კულტურა გავაცანით და ამასთანავე ჩვენ სკოლაშიც სწავლობენ ჩვენ ყავს აზერბაიჯანელები და ყავს სომხები და ჩვეულებრივად ისეთი კარგი ურთიერთობა აქვს ჩვენ ბავშვებთან. კარგად აითვისეს ქართული ენა. შეგვეჩვივნენ და მე ვფიქრობ რომ შეუყვარდათ იმათ ჩვენი ქართული კულტურა, ესეც ვფიქრობ რომ ჩვენი დამსახურება არის კიდევ ერთხელ. ვინ ჩვენ აქ ჩამოვედით. მშობლები გადმოსახდნენ როგორც უკვე გითხრათ 1999 წელს თავიდან სკოლაში მივედით შულავერში, სადაც ცხოვრობდით ბინებში და მეოთხე კლასის მეორე სემესტრიდან უკვე 2003 წელს გადმოვედით ამ სკოლაში. სკოლაში თავიდანვე კარგად სწავლობდი, შეიძლება ითქვას რომ 1-4 ხნის გამო შეიძლება ერთი კვირით მეტი გადასაყრდენად გამოსულიყავი და მასწავლებლები იყვნენ შესანიშნავები, ისინი ჩვენთვის არა მარტო მასწავლებლებები იყვნენ, არამედ მეგობრებიც, ყველანაირად გვეხმარებოდნენ, გაკვეთილების გარეშეც გვიტარებდნენ დამატებით გაკვეთილებს იმისთვის, რომ ეროვნულები კარგად ჩაგვებარებინა და რა ვიცი, ყოველთვის ხარში გვედგნენ. ჩვენ მე მგონი რომ გავაკეთეთ, იმიტომ რომ არ გვივლია არსად თითქმის რეპეტიტორებთან, იმიტომ რომ ბევრს არ გვაქვს ამის შესაძლებლობა აქ სოფელში და ისევე ჩვენი მასწავლებლები გვეხმარებოდნენ იმაში, რომ ის განათლებაც მიგვეღო, რომელიც დაგვეხმარებოდა უმაღლესში ჩასარიცხად. ჯავახიშვილი მაინც ჯავახიშვილია. იცით რომ პირველი უნივერსიტეტი ამ მთელ საქართველოში და არის მთელი რიგი პრივილეგიები, რაც ამ უნივერსიტეტს აქვს. რაც შეეხება პროფესიას, თავიდანვე მინდოდა ჟურნალისტობა, მაგრამ ჩემი მშობლები ამბობდნენ რომ სოფელში ცოტა რთულია რომ იყოს ჟურნალისტი, მაგრამ შემდეგ უკვე მე-12 კლასში ჩემი დამრიგებელი დამეხმარა ლამარა მასწავლებელი რომ ჩამოვყალიბებულიყავი და ამერჩა ის პროფესია, რაც მე მინდოდა და არ მიმექცია ყურადღება მაინც მშობლებისგან. ბავშვები, რომლებთაც აქვთ ნიჭი სპორტში, მუსიკაში, ხელოვნებაში და ასე შემდეგ, სკოლა არ არაძლევთ იმის საშუალებას, რომ განავითარონ თავიანთი ნიჭი, რადგანაც არ არსებობს შესაბამისი წრეები სკოლაში, ან სპორტ დარბაზი, ან ცეკვის წრე და ასე შემდეგ. ჩვენს კლასში ვიყავით 12, პირველ წელს ყველა მცადა ბედი ეროვნულ გამოცდებში, ნაწილი ჩაიჭრა, მაგრამ არ დაუკვირდათ ფარხმალი და წელსაც ჩააბარა რამდენიმემ და გადალახეს ბარიერები და ძალიან კარგია. ესე იგი ჩვენი სოფელი იმის გამო რომ საკმაოდ ახლოს არის თბილისთან, გვაქვს საშუალება რომ ძალიან მარტივად მოვახერხოთ მისვლა მოსვლა უნივერსიტეტში და არ გვიჭირს.